4 ოქტომბერს რუსთაველზე იგეგმება შეკრება. მათ შორის დარწმუნებული ვარ და ბევრს ვიცნობ კიდეც არის საქართველოსთვის გულ ანთებული ახალგაზრდები. არა მარტო ახალგაზრდები, მაგრამ ახალგაზრდებს და მივმართო პირველ რიგში. ისეთი ხელისუფლებისთვის, როგორც ახლა ყავს საქართველოს. კორუმპირებული ხელისუფლებისთვის, რომლებიც ყიდიან ქართული მიწებს უცხოელებზე და არიან შაჰ-აბასის მემკვიდრენი საკუთარი ქმედებით, სასიცოცხლოდ სჭირდება თქვენნაირი გულანთებული ახალგაზრდების განეიტრალება, რათა შემდგომ თავიანთი მორჩილი უმრავლესობის მეშვეობით გააგრძელონ ფულის კეთება, გააგრძელონ ქვეყნის გაყიდვა და განადგურება. ამიტომ მათ დაგეგმეს, ხელი შეუწყეს და აპიარებენ 4 ოქტომბრის აქციას. ხელისუფლება. იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ იაქტიურებთ და მით უმეტეს თუ კი თქვენ იარაღისკენ წაგიწდებათ ხელი, თქვენ ან დაიხრიტებით ეგრეთ წოდებულ შეტაკებებში რუსთაველზე იქნება თუ მის შემოგარენში, ან იქნებით დაკავებულები და ციხეებს დაგაშენებენ თავზე. რაც შედის ამ ხელისუფლების ინტერესებში. მინდა შეგახსენოთ საქართველოს ისტორიიდან ერთი დეტალი. 1924 წლის აჯანყების წინა პერიოდში ჩეკამ, ანუ ბოლშევიკებმა, ფაქტიურმა ხელისუფლებამ დააკავა ჯუღელი. და დაკითხვის დროს მას წინ დაუდეს აჯანყების გეგმა. ჯუღელი მიხვდა, რომ ჩეკასთვის ეს აჯანყება უკვე ცნობილი იყო. გეგმის ყველა დეტალები იცოდნენ. და თხოვა მათ, რომ მომეცითო საშუალებაო, რომ აჯანყებულებს მიუმართოვო, რათა არ აჯანყდნენო, რასაჭიროა უაზრო მსხვერპლიო. მათ ამის საშუალება არ მიცეს. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო მალე იქნებოდა გამოვლენილი ყველა ის ადამიანი, ვისაც პოტენციური შესაძლებლობა ჰქონდა იარაღის ხელში აღების და იარაღით ხელისუფლების დამხობის, ასეთი ადამიანების განეიტრალება იქნებოდა უფრო ადვილი და ასეც მოხდა. აჯანყება დამარცხდა და ადამიანები დახვრიტეს, დახოცეს, ვინც გაირყა. და 24 წლის აჯანყების შემდგომ საქართველოს ისტორიაში უკვე ანტისაბჭოთა რაღაც ნაბიჯები აღარ ფიქსირდებოდა, ვიდრე 70-იანი 80-იანი წლებამდე. მოგეხსენებათ, ხო ასეა? ესა იყო ჩეკას გეგმაში, რომ გაენიატრალებინა მოწინააღმდეგეები. ჩემო გულანთებულო ახალგაზრდებო, რომლებიც ემზადებით 4 ოქტომბერს რუსთაველზე მისასვლელად და ხელისუფლების შესაცვლელად და ამას პატიოსნად აკეთებთ, ხას უსვამ. გურწმელად და პატიოსნად ვინც აკეთებთ, დაფიქრდით, თქვენ თავი ჭირდება საქართველოს და გურწმელად და პირდაპირ გეუბნებით. თუ თქვენ მართლა გაწუხებთ, რომ საქართველოში ნარკოტიკებით ამ ხელისუფლებამ გენოციდი მოუწყო ქართველ ხალხს. თუ თქვენ მართლა გაწუხებთ, რომ ამ ხელისუფლებამ კაზინოებით გაძარცვა ქვეყანა, თუ თქვენ მართლა გაწუხებთ, რომ ამ ხელისუფლების ხელში გაირყუნა, გაიზარდა პროსტიტუციისა და მამათმავლობის ხარისხი, თუ თქვენ ეს მართლა გაწუხებთ და სხვადასხვა პრობლემები კიდე, თუ თქვენ მართლა გაწუხებთ, რომ მიგრანტების ასე შემოსევა ქვეყანაში
რითაც ფულს აკეთებს ეს ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ეგრეთ წოდებული ბიზნეს ჯგუფები და თქვენ ეს ნამდვილად გაწუხებთ როგორც პატრიოტებს დაფიქრდით მივით არჩევნებზე და გააფერადეთ ერთადერთი ძალა რომელსაც ნამდვილად შეუძლია ხელისუფლების დასრულება კონსერვატორები საქართველოსთვის ნომერი 3 ერთმა დალოცვილი გამყოფოთ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ უფალმა